თბილისი ქვეყნის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს ქარხნის ტერიტორიის 14,000 კვადრატული მეტრი. რუსთავი 4,300 მოქალაქის მიწის ნაკვეთი. ხალხს აკნევენ ქონებას და რჩებით ქონების გარეშე. კახეთი მოსახლეობის კუთვნილი საკარმი და მონაკვეთები თელავში. ვიღაც ბობოლებს აინტერესებთ ეგრო მე 5 მაგათ და 10 მაგათ გადაყიდონეს და ჩვენ დაგვტოვონ მიწის გარეშე. დედაქალაქის შუაგული მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ძველ თბილისში მცხოვრები ოჯახების სახლკარი. გაკულაკებას ნიშნავს. ეს არის სუფთა ბოლშევიკური კანონი. აი ასეთ კომუნიზმში თუ გადავიდოდით, მაშინ რატო ვიბრძოდით ამდენი ხანი? ბიზნესი, მიწის მფლობელები და ერთადერთი საცხოვრებელი ბინების მფლობელები. ახლა ყველას ერთი გასაჭერი აერთიანებთ. მათ სახელმწიფო იძულების წესით ან ქონებას ართმევს, ან მის საბაზროზე იაფად გაყიდვას აიძულებს. ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოს მთავრობის მიერ ექსპროპრიაციის საბაბით ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევის არაერთი ამბავი გახმაურდა. ბატონო ირაკლი, მასობრივ ექსპროპრიაციებზე რომ მიპასუხოთ, კერძო საკუთრების ჩამორთმევა რომ მიმდინარეობს, მასიურად შეგიძლიათ გითხრათ რატომ? ბატონო ფული რომელსაც კუთვნილ ქონებაში მოქალაქეებს თავაზობენ, მათი შეფასებით მიზერულია. მაგალითად რუსთავში ტერიტორიების მფლობელებს ეუბნებიან, რომ მიწის ნაკვეთები $22 უნდა დათმონ, რაც საბაზროზე ბევრად იაფია. გთავაზობენ თანხას 59,000 ლარს, მაგრამ შენ თუ არ შეხვალ იმათთან და არ მორიგდები და არ დათმობ მაგ მიწას, იძახიან რომ წაგართმევთო. ანუ მაინც წაგერთმევათ ეგ ადგილები. ჩვენი საკუთრება არის. აი არავის არ ვსურვებ ამას, რაც ჩვენს თვები გავდივართ. სახელმწიფოსგან თქვენ უფასოდ მიიღეთ? არა, მე ნაყიდი მაქვს შვილო. მე უკანასკნელი ერთი როიტყვენ დავრჩი ამ ქვეყანაზე, ჩემი მიწაზე არავის არ შეუშვებ. მოქალაქეების თქმით, მთავრობა მათ ასეთი არჩევანის წინაშე აყენებს. ან მიწა იაფად უნდა მიყიდონ, ან წაართმევენ. რუსთავში ასეთი პრობლემის წინაშე 4,000-ზე მეტი მოქალაქე აღმოჩნდა. მათი კუთვნილი 470 ჰექტარი ტერიტორია რუსთავში სახელმწიფოს სჭირდება. $22 შეგიძლიათ მაყიდინოთ მიწის ნაკვეთი რუსთავში, ბატონო ირაკლი? პროექტი სად არის, რომ უნივერსიტეტის შეგიძლიათ გითხრათ? რუსთავში ჟიულის შარტავას გამზირზე მდებარე ამ მიწის ნაკვეთებს ადგილობრივი მოსახლეობა 30 წელზე მეტი აფლობს. მათ მამა-პაპისეულ ქონებას ხელისუფლება ახლა იმ მიზეზით ართმევს, რომ აქ საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება სურს. პროექტი დაგეგმეს, სამშენებლო არეალად კერძო საკუთრებები მონიშნეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ტერიტორიის ფასის დადგენა დაუკვეთეს, თუმცა მესაკუთრეებისთვის აზრი, სურდათ თუ არა კერძო საკუთრების გაყიდვა არავის უკითხავს. აი რომს გადამიარონ მაინც არ გავყიდი. და არც არავის არ ვაჩუქებ. თუ წაგართვეს? როგორ წამართვე, ნახავ იქ დავსახლდები ბოლო-ბოლო იქნება მარტო კაი. ანუ მე არ მინდა რომ წამართვან, ძალიან არ მინდა. მე მინდა რომ გონს მოეგონენ ეგენი და თქვან იმათ, მაგრამ ხო რაღაცა შეცდომა ჩვენს დაუშვით, რომ საკუთრებაში არის ამდენი ხანი ამ ხალხის და როგორ წაგვართვან, რატო უნდა წაგვართვან? როცა ნაყიდი მაქვს. რას გეუბნებათ ხელისუფლება? არაფერს. ექსპროპრიაცია, ანუ სახელმწიფოს მიერ კანონიერი მფლობელისთვის საკუთრების ჩამორთმევა. ქართული ოცნება წლების განმავლობაში ამ ნაბიჯის გადადგმას ერიდებოდა, თუმცა ახლა ერთმანეთის მიყოლებით ხალხს ართმევენ ქონებას, რომელსაც წლები აფლობენ. ირაკლი კობახიძის განკარგულებით რუსთავსა და წყალტუბოში საუნივერსიტეტო ქალაქებისთვის მიწის ნაკვეთების მოძიება და პროექტის მომზადება მუნიციპალური განვითარების ფონდს 2025 წლის 1 დეკემბერს დაევალა. ინიციატივის განსახორციელებლად რუსთავში კერძო მესაკუთრეების ტერიტორიები მალევე შეარჩიეს. 2026 წლის 4 მარტს კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ შარტავას გამზირზე კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება სულ რაღაც $22.
ჩვენ საკუთრება ეს მამამისა რო ჩვენია ეს გენ რო დარბოდნენ შორტიკებით ხო მაშინ ჩვენ მუშაობდით ხალხში მუშაობდით საქმეს ვაკეთებდით და ამიწავს ვიღებდით აი ესენ ახლა პატარა ბიჭები მოდიან და ჩვენ მიწავს გვართმენ მე რა ვქნა ხვალ როგორ იცხოვრო როგორ შევხედე იმას რომ წამართვა ვიღაცა არიფმა წამართვა მე და მე რო თელი ქალაქი ვაშენია თელი ცხოვრება აღჩავდე ასე ეს ხალხი სუპერა რატომ არ მე როცა იცი რომ ჩემი საკუთრება აქ როგორ აკეთებ შენ გეგმა სტუდ ქალაქს რაფერ გეგმა აქ მე ხონო შემეკითხო მე რაფერ გამიგია რაღაც 119 მუხლი მოიგონეს თუ 19 მუხლი არის რომელიც ჩვენ მიკეთებ ჩამორთმევას აი ეს ამ მუხლი თელ საქართველოს გაღლედავენ შარტავას გამზერის ამ მონაკვეთზე მიწა 4300 მესაკუთრეს აქვს. თითოეულს 900 კვადრატული მეტრი ეკუთვნის. უმეტესობას უძრავი ქონება 90-იან წლებში სახელმწიფო რუსთავის მეტალურგიულ ქარხნებში დამსახურებული მუშაობის სანაცვლოდ გადასცა. ნაწილმა კი წლების წინ ქონება კერძო პირებისგან იყიდა. ახლა ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ მრავალწლიანი საკუთრება $19,800 უნდა დათმონ. ვინც უარს იტყვის ქონებას იძულებით ჩამოართმევენ. $22 არის მასხარათა გდება. შეურაცხყოფა შეიძლება ადამიანმა საერთოდ უარი თქვა და იყოს თქვენი $20,000. მართლა სასიკვდილო მანქანა უნდა იყიდონ, ხო? მეტი არაფერი არ მოსდით. ერთ ოთახიანი ბინაც არ მოუვათ არსად. უბრალოდ ჩვენთვის არის ძალიან მიუღებელი ის თანხები. არც თანხაზე არ საუბრობს ხალხი. უნდათ თავიანთი მიწის ნაკვეთი. ქართული ოცნების მთავრობა ამტკიცებს, რომ რუსთავის შემოსასვლელში მდებარე 470 ჰექტარი სტუდენტური ქალაქის ასაშენებლად სჭირდება, თუმცა რეალური პროექტი ჯერ არ არსებობს და ის არავის უნახავს. არადა პრემიერ კობახიძის მიერ ხელმოწერილ 2025 წლის 1 დეკემბრით დათარიღებულ განკარგულებაში შავით ცეცხლზე წერია, რომ 40,000 სტუდენტზე გათვლილი კომპლექსის პროექტირება 2026 წელს უნდა დაიწყოს. მშენებლობა კი 2032 წელს უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის უკან რეალურად მსხვილი ბიზნეს ინტერესები დგას. ხალხის ქონებას ჩალის ფასად იგებენ ხელში და მალე აქ საცხოვრებელი კორპუსები წამოიჭიმება. იქით ტორის სუნი ამოდის საშინელი და $200 ღირს ის მიწა. ეხლა თქვენ თვითონ დაფიქრით, ამ მიწას ჩვენ ვინ შეგვარჩენს? რუსთავში ამაზე უკეთესი მიწა აღარ დარჩა. და უნდათ ეს, აქ $20 უნდათ კარგი მიწების ხელში ჩაგდება ვიღაცას, ვიღაც ბობოლებს აინტერესებთ ეგრო, მერე 5 მაგათ და 10 მაგათ გადაყიდონ ეს და ჩვენ დაგვტოვონ მიწის გარეშე. ბოლომდე ვიბრძოლებთ. აი აქ არიან ქალბატონები, რომლებმაც თქვენს მარტოც რო დავრჩეო ვიბრძოლებო და მე ვთხარი როგორც თქვენი ძმა მეც თქვენ გვერდზე ვიქნები მეთქი. სახელმწიფოს სასარგებლოდ რომ ქონება უნდა დათმონ, ხალხს ერთი ზარით შეატყობინეს. შარტავას გამზირზე მდებარე მიწის მფლობელები შაბათის ეთერს უყვებიან, რომ მმართველმა პარტიამ რუსთავში ქონების დატაცების მთელი სქემა შეიმუშავა. აი რა ხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლება ხალხს ხელოვნურ ბარიერს უქმნის. მიწის მფლობელებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ საჯარო რეესტრში დაცული მათი ძველი დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და განახლება სჭირდება. მას შემდეგ კი რაც მოქალაქეები ხელახალ წარმოებას იწყებენ, რეესტრი მათ არსებულ რეგისტრაციებს უქმნებს. მიწა დაურეგისტრირებლად ცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოსასყიდი აღარაფერია. ის ავტომატურად სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის. უკავშირდებიან როგორც ჩემთვის ცნობილია რეესტრის და მერის თანამშრომლები ეუბნებიან რომ უკვე არსებულ დარეგისტრირებულ კანონით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთებზე რაღაც დოკუმენტაცია აკლიათ ნაწილს ზეპირსიტყვიერად განუმარტავენ რომ კი ბატონო ეს არის საჯარო რეესტრის ხარვეზი მაგრამ ახლიდან უნდა დაიწყონ ადმინისტრაციული წარმოება გადაიხადონ 300 ლარი შეყავთ მესაკუთრეები ადმინისტრაციულ წარმოებაში და გაურკვეველი ბუნდოვანი საფუძვლით ეუბნებიან უარს რეგისტრაციაზე და ნაწილს უჩერებენ რეგისტრაციას. ხალხი ამბობს, რომ მიწის ფასი, რომლის დათმობასაც $22 დაიძულებენ, რეალურად 50-დან $150 ღირს. ამბობენ, რომ გაშენდება ქალაქის სტუდენტური ქალაქი, სტუდენტები საერთოდ მოიყვანონ, ეგეც არ ვიცით ჩვენ. ხო, ეს კიდე საკითხი მეორე საკითხია. და ჩვენ თუ არ მოგცემთ ამ მიწებს ჩვენ მაინც ავიღებთ, ჩვენი ბოლო პასუხია არ იყიდება ჩვენი მიწები.
ექსპროპრიაციის დაწყების შესახებ ბრძანებებს ეკონომიკის სამინისტრო ერთმანეთის მიყოლებით გამოსცემს და ყოველ მათგანს სახელმწიფო საჭიროებით ამართლებს. ბოლო თვეების ქრონოლოგია ასე გამოიყურება. რამშვიდობის გამარჯობათ. ქალბატონ მარიამ ქრივიშვილთან გვინდა შეხვედრა. 3 აპრილი. მარიამ ქრივიშვილმა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით დაასაბუთა გადაწყვეტილება, როდესაც ხელი მოაწერა ორთაჭალოში, ძველ თბილისურ ეზოებში მცხოვრები მოქალაქეებისგან ქონების იძულებით გამოსყიდვას. 28 მაისი. ქრივიშვილმა გამოსცა ბრძანება, იძულების წესით გამოისყიდონ მოსახლეობის კუთვნილი მიწები თელავში. მეორე დღესვე 29 მაისს ეკონომიკის ministrმა მოაწერა ხელი ბრძანებას, რომ სტადიონის ასაშენებლად სახელმწიფოს მოქალაქე ზაქარია ქიმაძის კერძო საკუთრება სჭირდება თბილისში ლოლაძის პირველ გასასვლელში. იმავე დღეს 29 მაისს ქრივიშვილმა კიდევ ერთი ბრძანება გამოსცა, რომლითაც რუსთავის გზატკეცილზე მდებარე კომპანია GM Pharma-ს კუთვნილი მიწა იძულებით გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეებში გამოცემული ბრძანებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ჩვენ ვცდილობთ ეკონომიკის მინისტრთან გავარკვიოთ, რატომ ანგრევენ ერთი ხელის მოწერით იმას, რაც მოქალაქეებმა წლების განმავლობაში ააშენეს. იქნებ გითხრათ, ქონებების ჩამორთმევის ამბავზე რო გვიპასუხოთ. ხალხს საკუთრებებს რომ მართლობთ არარსებული პროექტებისთვის. ეკონომიკის მინისტრის შაბათის ეთერის კითხვებს გაურბის. ბრძანებებზე ხელმომწერ მინისტრს არ სურს უპასუხოს კითხვას, რატომ დაიწყო მთავრობამ ხალხის მასობრივი იძულება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმოს ქონება. სტრატეგიული პროექტი ხორციელდება. ეს ტერიტორიები იყო უშენი ტერიტორიები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თავის დროზე. სამინისტრომ მიიღო ეს დავალება და შესაბამისად შეფასდა ეს მიწები საბაზრობრივებულებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ და დღეს მიმდინარეობს გამოსყიდვის პროცედურა. რუსთავში სტუდენტური ქალაქის პროექტირება ირაკლი კობახიძემ რეზი სოხაძეს ჩააბარა. ამიტომ მას ვეკითხებით, რატომ აიძულებენ მოქალაქეებს კერძო საკუთრების დათმობას. მე ვარ მესაკუთრე და ვამბობ, რომ არ მიიღირს ამ ფასად მიწის გაკიდვა. რატომ აიძულებთ, რომ ეს მიწა მოგცემთ? თქვენ მაგისტრალები რო გავყავდა. ეს არ არის მაგისტრალი, ეს არის პროექტი, რომლის პროექტის ბუნებაში ჯერ თვალით არავის არ უნახავს ბატონო რეზე. სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, როდესაც ხორციელდება. სად არის ეს პროექტი? ეს რამე უკანონო ხდება? ნახეთ, პირველ რიგში გეუბნებით, რომ გეუბნებათ, რომ არა, არ მინდა, არ მიიღირს. რამე უკანონოს ვაკეთებ. კანონი იძულების წესით მიწის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას ითვალისწინებს. ექსპროპრიაცია არნიშნავს ჩამორთმევას, ექსპროპრიაცია ნიშნავს იძულებით გამოსყიდვას. რაც არის უკიდურესი, რაც არის იძულებითი აქ მნიშვნელოვანი სიტყვა. არა, ის გამოსყიდვა და არა ჩამორთმევა. რას დღეს ეუბნებიან, რომ არ მინდა, რომ გავყიდო. მე გითხარით, რა სტატისტიკას დღეს არსებობს. მიმდინარეობს აქტიურად გამოსყიდვის პროცედურები, თუ აღშტები 2000-ზე მეტი მესაკუთრე და უარის თქმაში, მაგალითად 100 რომ დარჩეს, ვინც უარს გეუბნებათ, უნდა ჩამოართვათ ბატონო რეზე. ჩამორთმევა არა, გამოსყიდვა. თუ რუსთავში სახელმწიფო ინტერესად გზის გაყვანა და უნივერსიტეტის მშენებლობა სახელდება, სრულად განსხვავებული სურათია ორთაჭალაში, სადაც ძირძველ მოსახლეებს კუთვნილი ბინებიდან ალიევის სახელობის ცენტრის მშენებლობის გამო ასახლებენ. ჩვენი ტერიტორია, რომელიც არის ისტორიული, ავთენტური, ნაღდი თბილისი, თბილისურად ვიტყვი თუ არ გეწყინებათ, ნაღდი თბილისი მივატოვოთ, იმიტომ რომ სახელმწიფო, იმიტომ რომ ივანიშვილს უნდა. მე არ მეშინია ამის თქმის. მისმეს ალბათ. მას უნდა და მის ვასალებს უნდათ, რა თქმა უნდა, რომლებიც მას ემსახურებიან. მასე არ არის, ეს არის თბილისი, მე თბილისელი ვარ და უამრავი ჩემნაირი ხალხია და არ ვაპირებთ ამ თბილისის დაანგრევას, დარბევას, მიტოვებას და წანისის ველის მიტოვებას საერთოდ თავისი ძვლებით, თავისი გმირებით, რომლებიც აი არ ვიცი, ალბათ ტრიალებენ. იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩაზე ეს თბილისური ეზოები მფლობელების წინააღმდეგობის მიუხედავად უნდა დაანგრიონ. კულტურული მემკვიდრეობა ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობას ეწირება.
ისეთი მთავრობა მოვიდა, რომლისთვისაც აი მემკვიდრეობა, ძველი თბილისი, ფონური სახლი, ძეგლები, აი ამ არაფერს არ ნიშნავს. თავარია ფული. ლამაზი სიტყვა, გასაღლება მათთვის. არ აინტერესებს ჩვენი აზრი, ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი პროტესტები. უნდათ და დამთავრდა. აღმოჩნდა, რომ ბატონ მერს პრემიერ-მინისტრს მოუნდათ ეს სახლი. ქართული ოცნების მთავრობამ ძველი თბილისის ამ ისტორიული უბნის ნგრევა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა. ეკონომიკის მინისტრის ბრძანება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტამდე ზუსტად 3 დღით ადრე 2026 წლის 3 აპრილს გამოიცა. მარიამ ქრივიშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანია. ისინი მოდიან და გეუბნებიან, რომ შენ უნდა მომცე შენი საკუთრება, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესებში. მაგრამ როდესაც ისინი გაგინმარტავენ რა არის სახელმწიფო ინტერესი, რომ ეს არის აზერბაიჯანის რიგით მე-6 კულტურული ცენტრის აგება ჩვენი რესურსით, ბიუჯეტით, უნდა იყიდონ ეს, შეისყიდონ და პლუს დააყოლონ ჩვენი ქონება. რა ქვია ამას? აი წარმოიდგინეთ რა, ანუ ბიუჯეტიდან რესურსი და პლუს ამდენი ადამიანის კერძო საკუთრება. ძალადობრივად, ექსპროპრიაციით, იძულებით. აი ესე ქვია პირდაპირ ამ კანონს. აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის ასაშენებლად ტერიტორია 13 მესაკუთრისგან უკვე გამოისყიდეს. დოკუმენტების შესწავლის შედეგად ვადგენთ, რომ ექსპროპრიაციას, ანუ იძულებით გამოსყიდვას იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩაზე მცხოვრები 5 ოჯახის საცხოვრებელი უკვე დაუქვემდებარეს. რიგში სხვა მესაკუთრეებიც არიან. ისინი, ვინც საკუთარი სახლკარის დატოვებაზე უარს ამბობს, ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა, რომ ქონებას კანონის ძალით იძულებით ჩამოართმევენ. მათ შორისაა მხატვარი მარიკა იზორია, რომელსაც აქ სახლის გარდაწყლების სამხატვრო სახელოსნო აქვს და თაობები გაზარდა. ხელოვნებად მცოდნე მაია იზორია და დარიკო პაპიაშვილი, ქალი საინგილოდან. ამ ადგილას კაცი საერთოდ გაყიდის ძველი თბილისი, ძველი ეზოშვილო. ამ კედელს როგორ დაანგრევს? მე ინგილო ქალი ვარ. ჩვენ ძალიან გული მტკვრია, გულთან მიტანა ვიცით ძალიან. სანგილოში იქ როგორც საქართველოს ტირის, ახლა დაიწყო საქართველოს ტირილი. ერთი გოჯი იმით არ უნდა გაიყიდოს, მთელი თვითონ ჩვენ თავრობაც იზახვის, ყველა წამში მაგას იზახვის. გასახლება მოგცე შვილო, მე ამაზე გული მტკივა ძალიან. მე არ წავალ აქედან. მე თითოეული აგური მიყვარს. თითოეული აგური ჩემი სახლის. ნაცვალები გვაქვს თუ რაც აგვაქვს, მე მიყვარს ჩემი ეზოკარი. ეს არის საყდარი შვილო. სახლი ადამიანის ფუძე, საქართველოს ფუძე არის აქ. ქართული ოცნების მთავრობა კერძო მესაკუთრეებისგან ქონების მასობრივ ჩამორთმევას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით ამართლებს. რადგან ეკონომიკის მინისტრი ჩვენს კითხვებს გაურბის, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვკითხეთ. მასობრივი ქონების ჩამორთმევები რა დაიწყეთ, კერძო ქონებებს გულისხმობ, სახელმწიფო სჭირდება ეგიდით. აი მაგალითად რუსთავის უნივერსიტეტი რომ უნდა ააშენოთ, ალიევის ცენტრი რომ უნდა ააშენოთ, კულტური და ამისთვის ეძახით, ანუ ექსპროპრიაციებს კი, ექსპროპრიაციებს გულისხმობ. პროექტების განხორციელებისთვის ხდება სამართლიანი საბაზრო ფასში. კარგი, $22 თქვენთვის სამართლიანი საბაზრო ფასია, $20,000 იყიდით მიწაში, ქონებაში როგორც რუსთავში ბატონოლა, სადაც უნდა სტუდენტური ქალაქი ააშენოს. მე ხარ აფასს. წარმოსახავს $20,000 მოყიდინებთ ფარსახს და მიწას რომ ართმევთ ხალხს. ხელისუფლების მიერ მასიური ექსპროპრიაციის პროცესს ხალხმა უკვე უწოდა გაკულაკება. რადგან კანონი, რომელიც წესით მხოლოდ უკიდურეს სტრატეგიულ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს, დღეს კერძო საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იქცა. ხელისუფლება მოქალაქეებს ართმევს უფლებას თავად განკარგონ საკუთარი ქონება.